ყველაზე მეტი წინააღმდეგობა სადღაც ყდები. არის რაღაც ესეთი დაავადება, მშრალი კანის დაავადება, დერმატიტი, ატოპიური დიათეზითაც იცნობს ხალხი და ხშირად როდესაც ამ რეკომენდაციებს გამოვაცხობთ ხოლმე იმის ბოლოს მე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ძალიან რომ აი მაგალითისთვის ვამბობ ეს უბრალოდ ხა მომიტევდები და რომ ხანგრძლივად აბაზანაში არ უნდა გააჩეროთ ვეუნები. ყოველდღე უნდა აბანაოთ, მაგრამ ხანგრძლივად არა. და ბევრი ოჯახი ამბობს, ოი, ამას როგორ უყვარს და როგორ გვიპროტესტებს რომ ამოუყავს. ეხა ეს ხო, აი ეს ხა ცოტა სკოლამდელას აქვს ეხება, ხო, მაგრამ ეს თემა და მოდა რაღაცა აი რაღაცა ვერ პაულობენ უცებ ახლა ხო არ ვეთქვი წადე ფსიქოლოგთან და ის გასწავლის როგორ ამოიყვანო წყლიდან შვილი ხო? მე ვეუნები ხოლმე რომ ეხლა რაღაცა წახალისების ამბები ხა ცოტა ფსიქოლოგო მეც პერიოდულად წახალისების ამბები და შემოიტანო. პირველი ვეუნები, აი როგორც ჩვენ ტაიმერს მაგვიძარას ვაყენებთ. იმ 10-12 წუთზე დააყენეთ ხმა აბაზანაში, რომ დაირეკოს და უთხრათ, აი ეს უკვე ამოსვლის დროა დედიკო და მამიკო, ახლა სწრაფად უნდა ამოვიდეთ. მეორე მხრივ თუ ეს საკმარისი არ არის ვეუბნები ხოლმე ყურადღება გადატანინეთ რაღაც უფრო მეტად მას რაც გაახარებს და გააბედნიერებს. სწრაფად ჩაანაცვლეთ რაღაცა პროცესი, ხო? უნდა პირობითად რაღაც გარეთ გაყვანა ან პლანშეტი თუ რაღაც საყვარელი მულტფილმი. უთხარით რომ ეხლა სწრაფად მოვჭეთ აბაზანოს რომ ის გავაკეთო. ნუ საკვები და რაღაცას, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ეს შემოვიტანოთ და ამ ხრივ რაღაცა ეს ყოველდღიურობის რეგულირება, იმიტომ რომ ყოველთვის ეხლა მარტო წამალი არ შველის, აი ესე ვამბობ, აი დაავადებების მართვაში, აი რაღაცა სწორი და რაციონალის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.